მოგესალმებით თავისუფლებას ინდისის პატიმრებს და მიეცით წამალი ბავშვებს. ეს არის ალბათ ორი მთავარი გზავნილი, რომელიც ყოველთვის უნდა ვიმეოროთ, იმიტომ რომ ეს პრობლემა არის რაღაცა ლაიტმოტივივით უმძიმესი, მწვავე, კრიზისული მდგომარეობის, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში. რაც როგორც პატიმრებთან მიმართებაში, ასევე დუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების შემთხვევაში გამოიხატება ქართული ოცნების მხრიდან, ხო, არის აგრეთვე გარკვეული სიმპტომი, როგორი დამოკიდებულება აქვს მოქალაქეების მიმართ, როგორი დამოკიდებულება აქვს ამ ქვეყნის ხვალინდელი დღის მიმართ ქართულ ოცნებაში, ისევე როგორც თქვენს მიერ ნახსენების საკითხი, ფასები, ეს დამცინავი, აგდებული პოპულიზმი გუშინ რაც მოვისმინეთ ირაკლი ყობახიძის მხრიდან. საერთოდ მთელი ეს მასკარადი პოპულიზმი კიდევ სხვა რამეა, ეს დაცინვაა. მე იყო მისთვისაც მე ვფიქრობ იმ გამოხმაურებით, რაც შემდეგ კომიქსების არ უნდა ყოფილიყო გმირად იქცა ლამის. ხო, ჯერ ნახევარ ამის შემდეგ. ანუ ნახევარი კილოთი რო ზომავს ხორცის ფასს, იმას რო თავი დავანებოთ, რომ ეს ყველაფერი ტყუილი, ან არ ვიცი, ვის ატყუებენ, ანუ ნახევარი კილო რას ნიშნავს? 100 გრამის 2 ლარი ეთქვა. უფრო კარგად ჟღერს თუ ლარზე უნდა გადაიტანოს ვინმე აქცენტი, მაგრამ ამას მე მგონი ქართული ოცნების ყველაზე ბრმად მორწმუნე და ჩაკეტილ სივრცეში მყოფი ამომრჩევლებიც არ დაიჯერებენ, ალბათ იმიტომ რომ ის ადამიანებიც ყიდულობენ იმ ხორცს, თუ ყიდულობენ საერთოდ ძალიან ბევრი ადამიანი ამ ქვეყანაში ხორციან საკვებს თავის შვილებს ვერ აჭმევს, იმდენად ძვირი არის, ხო? თუ შევხედავთ იმ საშუალო შემოსავალს, რომელიც არსებობს, თუ შევხედავთ იმ რაოდენობას, რომელიც გვყავს სოციალურად დაუცველების, შეუძლებელია უბრალოდ, რომ ხორციანი საკვები იყოს ადამიანების რაციონში. ჯერ ღორის და საქონლის ხორცის, რბილ ხორცს გაყიდინებთო 10 ლარათო, ეს რას ნიშნავს თუ 20 ლარათო? ორი სხვადასხვა პროდუქტი არის, რომელსაც ორი სხვადასხვა საფასო კატეგორია აქვს, ხო? ანუ ერთი ტყუილი ჯერ ერთი. მერე ის რომ ვერსად ვერ ვიპოვნით ჩვენ, რომც გადავიანგარიშოთ კილოგრამის. არ არსებობს. სელში რაღაც სტრინებდებოდა ორი ნაბიჯის პირველის გადამღები ჯგუფი დღეს არ ყვევდა, სად იყო ეს კონკრეტული, მაგრამ ამის ეს ისეთი არ ვიცი, ალბათ იშვიათი. ჩვენმა გუნდმა მოიკვლია დღეს თაზო დათუნაშვილს ჰქონდა ამასთან დაკავშირებით ბრიფინგი. ყველაზე იაფი, სადაც კი შეიძლება ნახევარი კილოგრამი საქონლის ხორცი შეისყიდო, 15 ლარზე ნაკლები არ არის. ანუ კილოგრამის ფასი 30 ლარი. იმას რომ თავი დავანებოთ, რომ ეს სპეკულირება თითქოს კვერცხს გაყიდინებთ 4 ლარად და 60 თეთრად 10 წელს სააქციო ფასები აქვთ ხოლმე, დიახ, სხვადასხვა მაღაზიებს, სხვადასხვა ქსელებს, ეს ძირითადად ისეთ შემთხვევებში ხდება ხოლმე, როდესაც ვადის ამოწურვამდე არის ძალიან ცოტა დრო დარჩენილი, ხო და ის საქონელი გულისხმობ ამ შემთხვევაში პროდუქციას ჩამოსაწერი რომ არ გახდეს, ამ შემთხვევაში ბოლო დღეებში უშვებენ ხოლმე აქციაზე. ანუ ის თუ უნდათ რომ ინდიკატორად აიღონ, რა ვიცი, ეს არ არის ისეთი საკითხი, რომელიც მოითხოვს რაღაც ეკონომიკის ფუნდამენტურ ცოდნას, ან იურისპრუდენციის, ან მით უმეტეს რაღაცა ფუნდამენტური მეცნიერების. ეს არის ისეთი საკითხი, რომელსაც ნებისმიერი მოქალაქე, ნებისმიერი მომხმარებელი, ამ ქვეყნის მაცხოვრებელი ყოველდღიურად ხდება, აწყდება, იმიტომ რომ ეს მის სფეროში შედის, ხო? ადამიანები არსებობენ საკვები პროდუქტებით, მედიკამენტებით და ზუსტად იციან რა ღირს, რომელი პროდუქტი ღირს, რომელ მაღაზიაში რამდენი და რომელი მედიკამენტი რომელ აფთიაქში რამდენი. შესაბამისად, ეს ტყუილები და ეს უტიფრობა თითქოს ეს რა ვიცი, ეს ხრიკი სცადეს, რომ აი წამომყევით ახლა მაღაზიაში, ძალიან მაინტერესებს წაიყვანდა თუ არა მართლა მაღაზიაში ჟურნალისტს ან ვინმე დაინტერესებულ პირს და როგორ შეძლებდა თავისი სიტყვების დადასტურებას, რომელიც საერთოდ არ ყოფილა მაღაზიაში დარწმუნებული ვარ, თავად ვთქვა, რომ ინტერნეტში ვნახულობ და ინტერნეტშიც რომ მოიძიოთ, ეს არის უბრალოდ მტკნარი სიცრუე. კი ბატონო, კომისიის დასკვნას ფიქრობ თუ არა, რომ რაიმე ტიპის საკადრო ცვლილებების გაგრძელება მოყვება? საკადრო ცვლილებები ქართულ ოცნებაში ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს, ვიღაცის პოლიტიკური თვალსაზრისით თავის გაგორება, ეს ავტოკრატების ჩვეული ნაცადი ხერხია ხოლმე, ისევე როგორც ივანიშვილის შემთხვევაში, ან რაღაცა დიდი სხვა საკითხების გადასაფარად, ან სრული ჩაფლავება
რაც არის მთელი აი ამ მათი წამოწყებული კამპანიის, რომ თითქოს რაღაც გამოწვევებზე რეაგირებენ. ხო, ანუ ჯერ ბიზნესმენებს შეხვდნენ სიმულაციის შესახებ. ხო, აი გვახსოვს ხო, კვერცხის ფასი, აი 5 თეთრით რომ გააიაფეს თითქოს კვერცხის წარმოებელებმა, ისიც იმიტომ რომ შიში აქვთ ბუნებრივია, ისევე როგორც სხვა სფეროებშიც, დიდ ბიზნესში და მსხვილ ბიზნესში და წარმოებაში არის რა თქმა უნდა ხელისუფლების შიში. ის კვერცხის ფასი ჯერ ერთი ტყუილი იყო მაშინაც 1 იანვრის ნიშნულს დაუბრუნდა, იმიტომ რომ მანამდე 5%-ით იყო გაძვირებული, მაგრამ ახლა აღდგომა იყო და ყველა ადამიანმა ნახა თავის ოჯახში. როდესაც აღდგომო კვერცხს ყიდულობდა, რომ არანაირი ფასი არ გაიაფებულა, მარტის თვეში სურსათზე ინფლაციამ 7.5% შეადგინა. თქვენ აღნიშნეთ ხორცის ფასი, დიახ, 10%-ით არის. მარტო მარტის მონაცემებზე ვსაუბრობ. საქსტატის ეს არ არის. საქსტატის, რა თქმა უნდა, არანაირი ლელო ამ შემთხვევაში. ხო, ეხლა საქსტატ არავის, რა თქმა უნდა, ჩვენ ვეყრდნობით საქსტატს, აქ არ აქვს მნიშვნელობა, ეხლა საქსტატი ვის ხელშია, ხო, საქსტატი ითვლის მშრალ მონაცემებს. ეს ძალიან ადვილად მეთოდოლოგიურად დათვლადი მონაცემები არის. ისევე როგორც პურ პროდუქტებზე 10%-ით არის გაზრდილი ფასი, თევზზე 22%-ით არის გაზრდილი ფასი, ზეთზე და ცხიმებზე 8%-ით არის გაზრდილი ფასი. არ არსებობს რაიმე კატეგორია სასურსათო პროდუქციის, რომელზეც მარტის თვეში არ იყოს ფასები გაზრდილი და მიმდინარე თვეში, როდესაც 1 აპრილიდან უკვე ელექტროენერგიის ტარიფი არის 30%-ით გაზრდილი, როდესაც საწვავზე არის გაზრდილი ფასი, ჩვენ ხედავთ, ხო, რა ვიცი, ქუჩაში არის ბენზინგასამართი სადგურები და 4 ლარზე არის ასული მაღალი კატეგორიის ბენზინი და დაბალი კატეგორიისაც ბევრად არ ჩამორჩება. ეს ყველა ეს მარტო ეს ორი პარამეტრი, ელექტროენერგია და ბენზინი. მოდი ვთქვათ ობიექტურად სამართლიანობისთვის, ეს არის გლობალურ გამოწვევებს მიბმული. მე ხომ არ მithქვამს რომ ბენზინის ფასი ყობახიძემ გააძვირა მეტი. არა, ერთი წუთი ქალბატონებიან. არა. მაგას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მე სულ სხვა რაღაცაზე ვსაუბრობ. მე ვამბობ იმას, რომ როდესაც საწვავი არის გაძვირებული და ელექტროენერგიის ტარიფი არის გაძვირებული, ეს ორი კომპონენტი, ეს ორი პარამეტრი ნებისმიერი წარმოების საბოლოო პროდუქტის გაძვირებაზე პირდაპირ ზეგავლენას ახდენს, რაც არ უნდა გლობალური მიზეზები ჰქონდეს ამას, მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც გლობალური ფაქტორები მოქმედებს, ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით, ხო? რა შეიძლება გააკეთოს სახელმწიფომ, ხო? დროებითი ღონისძიების სახით შეუძლია აქციზის გადასახადის განახევრება და დაბრუნება, მაგალითად 2017 წლის ნიშნულზე, რომ მომხმარებელს არ და ოპოზიციურ, რა თქმა უნდა, კი. სქემა, მაგრამ ორი თვეა ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, არ აქვს მნიშვნელობა ვინ პირველი თქვა, ვინ მეორე. მაგრამ აქ არის კითხვა, სხვათა შორის მეც ვსვამდი ხოლმე, რომ რა გარანტია არის ამ ფასის განახევრება ავტომატურად ზუსტად ამდენი თვე გამოიწვევს თუ არა გაიაფებას პროდუქციის. ეს არის რა ბერკეტი გაქვს კონკრეტულ ბიზნესმენზე, თქვა დიან არა კონკრეტულ ბიზნესმენზე ზემოქმედება ეს არის ქართული ოცნების მეთოდი. 40 თეთრია აქციზის თუ არ 17 და ამის განახევრება თქვა 15 თეთრი იქნებოდა გადამწყვეტი. სახელმწიფოს პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება, როდესაც იყენებს დროებით ღონისძიებებს, ეს ამ შემთხვევაში უკვე ავტომატურად იწვევს საბაზრო ეკონომიკაში ფასის ცვლილებას. კონკურენცია არსებობს ელემენტარულად, ყველაფერს თავი დავანებოთ. ეს რასაც თქვენ ბრძანებთ, ეს არის ქართულმა ოცნებამ, რაც სადა, რომ კვერცხის მწარმოებლებს 5 თეთრით დააკლებინა და საერთოდ ეს ნებისმიერი კომისიები და სუსირო ერევა ეკონომიკაში ფასების რეგულირების სფეროში, ესეთი რამ არის გაუგონარი, ესეთი რაღაცა ხდებოდა საბჭოთა კავშირის დროს. ვერ გამოვა საქართველოში, რაც არ უნდა სცადოს ქართულმა ოცნებამ, იმიტომ რომ ქართული ეკონომიკა განსხვავებით პოლიტიკისაგან არ არის საბჭოთა ეკონომიკა და სოციალისტური ეკონომიკა და გეგმური ეკონომიკა. შესაბამისად, ესეთი დროებითი ღონისძიებები, როგორიც არის აქციზის განახევრება, როგორიც არის სურსათზე და მედიკამენტებზე დამატებითი ღირებულების გადასახადის შემცირება. არა ზოგადად დამატებითი ღირებულების გადასახადის, არამედ აპროპირებული მეთოდი არის იტალიაში, სხვა ქვეყნებში, რომ მაგალითად პირველადი მოხმარების პროდუქტებზე მწარმოებლები იქნებიან, ისინი შემომტანები, იმპორტიორები თუ სხვა, დამატებითი ღირებულების გადასახადი პირობითად 5%-მდე შემცირდეს, ხო? აი ეს ავტომატურად იწვევს ეკონომიკურ გარემოში ფასების შემცირებას, რაც პირდაპირ აისახება მომხმარებლების ჯიბეზე. ისევე როგორც ელექტროენერგიის გადასახადის გაძვირება შეიძლება იმითი
დაკომპენსირდეს მომხმარებლისთვის და განსაკუთრებით ყველაზე მეტად ვისაც სჭირდება ეს, რომ სუბსიდირება, როგორც დროებით ღონისძიება, ხას უსვამ ამას, გაკეთდეს და ასე დაეწყოს მომხმარებლებს. ერთ თემას შევეხო, ეს არის კობახიძის განცხადება დღეს, რომ ჩვენი სურვილია 4 რადიკალური პარტიის გარეშე ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები, ჩვენ ვიცით, რომ თქვენი პარტიაც ფიგურირებს ჩამონათვალში, რომლითაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ, რა სიტყვით ამაზე? ხო, ჩვენ ვნახეთ პროცესი, რომელიც დაიწყო ჯერ კიდევ არჩევნებამდე, როდესაც საჯარო გამოსვლებში ბიძინა ივანიშვილმა და ირაკლი კობახიძემ დაანონსეს პარტიების აკრძალვა და დაემუქრნენ. მერე 4 ოქტომბრის შემდეგ დიდი აჟიოტაჟი შექმნეს, რომ აი სარჩელს ვამზადებთ, გვახსოვს, რომ აი დღეს შევა, ხვალ შევა, თითქოს ბევრ რაღაცას აზუსტებდნენ, შევიდა სარჩელი, მანამდე კანონმდებლობა გააუარესეს, მიიღეს ანტიკონსტიტუციური კანონმდებლობა, ანტიკონსტიტუციური ვადებით, რომელიც მათ შორის არა მხოლოდ პარტიების აკრძალვას გულისხმობს, არამედ კონკრეტული პირებისათვის, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი პარტიაში, პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას გულისხმობს. ეს ჩვენ ლელომ ძლიერმა საქართველომ გავასაჩივრეთ საკონსტიტუციო სასამართლოში მანამდე ჯერ კიდევ სანამ ჩვენი პარტია ასაკრძალთა სიაში მოხდებოდა, იმიტომ რომ ეს დემოკრატიის ფუნდამენტის ძირის გამოთხრა არის. მაგრამ ამის შემდეგ მათ შეიტანეს სარჩელი, რომელიც არის სამართლებრივად სრული ნონსენსი, მე აქ ნიუანსებზე აღარ ვისაუბრებ, ეყრდნობა მხოლოდ და მხოლოდ წულუკიანის ანტიკონსტიტუციური სადამსჯელო საგამოძიებო კომისიის დასკვნას, მხოლოდ და მხოლოდ ამას. აქ პარტიების აკრძალვის მიღმა არის ძალიან სერიოზული ნაღმები, რომელიც გულისხმობს რუსეთის არ გაღიზიანების პოლიტიკის კონსტიტუციურ დონეზე დამტკიცებას, მათ შორის იმას, რომ ომი საქართველოს დაიწყო და მომავალში ნებისმიერი ქმედება, რომელიც რუსეთს თეორიულად შეიძლება აღიზიანებდეს, შეიძლება არაკონსტიტუციურად გამოაცხადონ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ 9 თვიანი ვადა იყო ამისთვის გათვალისწინებული. აგერ 9 წელიწადი გავიდა, საკონსტიტუციო სასამართლოს არანაირი რეაგირება არ ჰქონია. ფუჭი რიტორიკის ნაწილი, რომელიც არ მივა არასდროს კონკრეტულ შედეგამდე? მე ამას არ ვამბობ. უბრალოდ მათ არ იცოდნენ, როდესაც ეს ამბავი წამოიწყეს, როგორ უნდა გაგრძელებულიყო და მით უმეტეს როგორ უნდა დამთავრებულიყო ეს ამბავი. ფაქტია, რომ რამდენიმე დღის წინ, როდესაც მათ კიდევ ერთი პარტია დაამატეს ასაკრძალთა სიას, მათ სამართლებრივად შეეძლოთ დამოუკიდებლად ის სარჩელი ცალკე შეეტანათ. მაგრამ რატო გამოითხოვეს ეს სარჩელი, რომელზეც მანამდე განწესრიგებელი სხდომას არ ჩაუნიშნავს საკონსტიტუციო სასამართლოს. მათი ერთ-ერთი დეპარტამენტი არის, ისევე როგორც ნებისმიერი სახელმწიფო უწყება, მაგრამ არც დასაშვებობაზე უმსჯელია ამ სასამართლოს. ახლა გამოიტანეს, რომ 9 თვიანი ვადა ისევ ჩაირთოს თავიდან, მაშინ რითი აიხსნება ეს? ხო, ეს იმითი აიხსნება, რომ თავდაპირველი ფსონები მათ რაზეც ჰქონდათ გაკეთებული, ხო, რუსეთზე და რუსეთის გამარჯვებაზე, წარმატებაზე უკრაინაში, მათ შორის იმაზე, რომ აი ორბანი როგორც მთავარი მოკავშირე ევროკავშირში რუსეთისა და პუტინისა, კვლავ იქნებოდა ხელისუფლებაში. ბევრი რამ შეიცვალა, ქარი სხვაგან გადაიხარა და მათ ახლა არ იციან რა უნდა გააკეთონ, თორე ის მიზანი, რომელიც მათ აქვთ, რომ დემოკრატია მთლიანად მოსპონდა, რუსეთის პოლიტიკა მთლიანად დააკანონონ ამ ქვეყანაში, ეს მათ დარჩათ უბრალოდ ბევრი ფაქტორის გამო, ეს შეიძლება ჩავთვალოთ დროებით უკან დახევა. ძალიან დიდი მადლობა.